ბრიტანული სპორტული პრემიალური ბრენდი ლოტუსი უკვე საქართველოშია. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია გეზმოტორსმა ქართულ ბაზარზე ლოტუსის ბრენდი შემოიტანა და კახეთის გზატკეცილის 15 ნომერში ახალი თანამედროვე შოურუმიც გახსნა. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება არის 35 მილიონი ლარი. გეზმოტორსი ლოტუსის ექსკლუზიური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი არის საქართველოში, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ბრენდის 3S და 4S სტანდარტის სადილერო ცენტრები განავითაროს და მომხმარებლებს პრემიუმ სერვისი შესთავაზოს. 2026 წლიდან კი კომპანია ლოტუსის დისტრიბუციას უკვე მთელ ამიერკავკასიაში გეგმავს. უახლოეს 2 წელიწადში კი დაგეგმილი არის კიდევ 2 ახალი შოურუმის გახსნა, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. დევანდელი საღამო ნამდვილად შედგა, რადგან ლოტუსის ბრენდი პირველად საქართველოს ისტორიაში წარვადგინეთ საქართველოს ბაზარზე. აქამდე ბრენდი ოფიციალურად ბაზარზე არ ყოფილა, მხოლოდ ავტომოყვარულების ცნობილი ბრენდი. კომპანია გეზმოტორსმა შეძლო და 2 წლიანი დაუღალავი შრომის შედეგად შემოვიყვანეთ საქართველოს ბაზარზე ლოტუს კარსი. შემოვიყვანეთ როგორც შიდა თვისძრავის ავტომობილები, ასევე ელექტროავტომობილები, რომელიც გადის ჰიპერკარებში ფაქტიურად მათი ტექნიკური პარამეტრებიდან გამომდინარე. რაც მთავარია, კომპანია გეზმოტორს მიენიჭა დისტრიბიუტორის და არა დილერის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ განვავითარებთ სადილერო ქსელს ლოტუსის ბრენდული შოურუმების განხრით, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში, რაც მოიცავს სომხეთს და აზერბაიჯანს. მიხარია, რომ საქართველოს ბანკის პარტნიორობით გეზმოტორსმა საქართველოში შემოიყვანა ისეთი სახელის და ისტორიის მქონე ბრენდი, როგორიც გახლავთ ლოტუსი. ჩვენთვის ავტოინდუსტრია არის პრიორიტეტული დარგი და სწორედ ესეთი წარმატებული ბიზნესების მიერ როგორიც არის გეზმოტორსი, ახალი საერთაშორისო ბრენდების შემოყვანა საქართველოში ამ დარგის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს პროექტი შესრულდა ჩვენი დაფინანსებით და საქართველოს ბანკის პარტნიორობა არ მოიცავს მხოლოდ დაფინანსებას, ჩვენ საკმაოდ აქტიური ჩართულობა გვექნება ჩვენი გაყიდვების არხების მეშვეობით და რა თქმა უნდა, ჩვენს სოლო მომხმარებლებს ექნებათ განსხვავებული პირობები.